და გამშვების ბოლოს ქართულ მუსლიმთა წარმომადგენლები საქართველოს აზერბაიჯანთან სულიერ ლიდერ შეიხ ვაგიფ აკბეროს უნდობლობას უცხადებენ და მის წასვლას ითხოვენ. სასულიერო საბჭომ შურამ ახალი შეიხი მირგუსეინ ასადოვი აირჩა, რომელსაც შიიტები და სუნიტებიც უჭერენ მხარს. მათ 2011 წელს მუსლიმანთა სულიერი წინამძღვრის დანიშვნა პრეზიდენტისა და მაშინდელი მაღალჩინოსნების მხრიდან მორალურად გაუმართლებლად მიაჩნიათ, რადგან მათი თქმით ეს ეთიკისა და რელიგიის პრინციპებს ეწინააღმდეგება. მათი განმარტებით ნაციონალური მოძრაობის წევრთა მიერ რელიგიურ საბჭოში დანიშნული წევრები არა სასულიერო, არამედ უმეტესად სამოქალაქო პირები არიან. ქართველი მუსლიმანები ხელისუფლებას საქართველოს მუსლიმანთა სამმართველოს მის დამფუძნებლებისა და წესდების გადახედვისკენ მოუწოდებენ. В заседании приняли решение. ჩვენ ერთსულოვნად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თვითონ ავირჩიოთ სულიერი წინამძღვარი შეიხი, რომელსაც შურა თავად ირჩევს. როგორც თქვენთვის ცნობილია, 2011 წელს სახელმწიფო 10 ჩინოვნიკის მხრიდან, რომლებიც არ წარმოადგენდნენ სასულიერო პირებს, შეიხად ვაგიფ აკბეროვი დაინიშნა. ეს არ არის მორალურად და სამართლებრივად გამართლებული ნაბიჯი, რადგანაც მუსულმანური რელიგიის პრინციპების მიხედვით შეიხს ირჩევს შურა. თანხმობის ხელმოწერა არის ბატონი აზერ სულეიმანოვის მხრიდან. ეს გახლავთ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან. არჩევა არ მოხდა რელიგიური სულიერი ლიდერების ან ახუნდების მხრიდან. არჩევას ჰქონდა უბრალო სახე, მაგრამ სინამდვილეში არჩევა არ ყოფილა. მას ესწრებოდა დაახლოებით 5-6 რელიგიური წარმომადგენელი სხვადასხვა რეგიონებიდან და არჩევა მოხდა ვაგიფ აკბეროვისა.